მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს პირველ რიგში დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი მუზეუმების საერთაშორისო დღე არის და მინდა დედაჩემის სახით აბსოლუტურად ყველა მუზეუმის თანამშრომელს ჩვენი ისტორიის განძის მცველს მიულოცო ეს დღე, უსურვო ჯანმრთელობა და შრომის უნარიანობა, დაფასება მათი ნაშრომის საქართველოს ისტორიის შენახვაში, გადარჩენაში და ჩვენამდე მოტემაში. ეს ხალხი არის ნამდვილად იმ როგორ გითხრათ, დიდებული საქართველოს მცველები, რომელიც ნებისმიერი ნორმალური ქართველის ბუნებაშია, აზროვნებაშია, გონებაშია და მათი წყალობით ვინარჩუნებთ ადამიანები ეროვნულ ცნობიერებას. და მათი წყალობით იქმნება ისტორია და ეს არის ძირითადი საფუძველი ნებისმიერი ერის და სახელმწიფოსი, იმიტომ რომ ერს თუ წარსული არ გააჩნია და თუ ისმის წარსულს არ უფრთხილდება, ის ნამდვილად მას მომავალი ნამდვილად დაკარგული აქვს, ამიტომ ეს ხალხი არის ყველაზე ძვირფასი ხალხი და მინდა მათ მოულოცო. დედაჩემის სახით ჩემ მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც სულ ყველა არიან მუზეუმის თანამშრომლები და ყველა რიგით თანამშრომელს. აი უკანასკნელი თანამშრომელი რო არის შტატით, ასე რომ ვთქვათ, თუდად არ გამიგოთ, უკანასკნელი სხვა მხრივ, აი დარაჯები რო არიან, ყარაულები რო არიან მუზეუმების, იმათი ჩათვლითაც სულ ყველას მერთმა გაუმარჯვეთ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს მინდა გამოვეხმაურო ესეთ განცხადებას ქოცების ბერის მიერ, რომელიც განცხადებული იქნა და ეს არის ბატონი უკაცრავად ასე გადავდივარ ასეთ მიმართვაში ბატონ გენერალ მაიორს მინდა გამოვეხმაურო, რომელმა ბატონმა გენერალ მაიორმაც მართალია იარაღის დაშლა აწყობა არ იცის, მაგრამ სამაგიეროდ ბოზობა და ჩათლახობა და ჩაშვება და დაჭერა და რაღაცა ცდილობს რომ ენკავედეს თანამშრომელს დაემგვანოს, რომ რაღაცნაირად სახე მიიღოს, იმიჯი შეიქმნას. დღეს გამოვიდა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება თურმე ჯგუფი, რომელიც ჯგუფი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გავრცელებას, თურმე შეურაცხყოფას და აი მოწოდებებს და აი ეს რაც ხდება სოციალურ ქსელში, თურმე აი ამას თურმე მიხედავს და ამას თურმე დააბალანსებს და მოკლედ დღეიდან სულ ყველა ვალდებულები ვართ კანონი გავითვალისწინოთ, ყველა ვალდებულები ვართ რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა განვაცხადოთ ის რომ ბატონ მამუკა მდინარაძეს და ასევე სხვა ნაცქოც ბატონებს რამენერად შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და პირიქით მოვექცეთ ზრდილობიანად პატივისცემით და ასე შემდეგ. მოკლედ ხალხო, ეს მე ერთი რაღაცის თქვა მინდა, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივად რეჟიმის ისტერიკა, რომელი რეჟიმიც აღარ იცის უკვე ვის დაეჯახოს, რას დაეჯახოს და აქ ძალიან სერიოზული დისკომფორტი შექმნილი ყველანაირი კუთხით, აბსოლუტურად ყველანაირი კუთხით, რა აღარ გააკეთეს იქ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ხმის უფლება ჩამოართვეს. იქ ადგენენ და რაღაცა საარჩევნო კოდექსები და კანონები ისე მიიღენ, როგორც უნდათ. იქ ყველა არასასურველ ადამიანს, ვინც მათთვის პრობლემას წარმოადგენს, ან ქვეყნიდან აქცევენ, ან იჭერენ, ან რაღაცა, მაგრამ არ გამოდით ბოლომდე ეს ყველაფერი და ძალიან შეწუხებულან თურმე იმითი, რომ თურმე ეს ადამიანები არიან სოციალურ ქსელში თურმე ლანძღვის, დაცინვის, შეურაცხყოფის ობიექტები და ამიტომ სისტემამ უნდა იმოქმედოს თურმე და ესე უნდა მიეხედოს აი ამ სერიოზულ პრობლემას, რომ ქოცებს, რომლებსაც ოლას უმღეროდნენ, დღეს ოლა აღარ უმღერონ სოციალურ ქსელშიც. თვითონ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიტყვი ორ სიტყვას ზოგადად, მაგრამ ჯერ მინდა აი ამ კეთილშობილური ესე რომ ვთქვათ, ნიღბის ქვეშ სინამდვილეში რაში არის საქმე. უკვე გამოჩნდნენ ეს ქოცი ნაბოზრები, რომლებიც არაერთხელ არიან სოციალურ ქსელში, ამათთვის საყვარელ სიტყვას ვიტყვი ბულინგის მსხვერპლი, ჩაგრის მსხვერპლი, იმიქიდან გამომდინარე, რომ როგორც
მამუკამ დინარაძე არა გენერალ-მაიორი, ესენი არ არიან მართლები ხალხთან მიმართებაში და არიან ხელისუფლების პროპაგანდონები, უტიფარი, უსინდისო ადამიანები და ღებულობენ საზოგადოებიდან დამსახურებულ შეურაცხყოფას, რომელიც შეურაცხყოფას შემოკარგებო მათი სამოქალაქო პოზიციიდან და შეუთავსებლის შეთავსებიდან არის გამოწვეული. აი ეს ძუკნა ქალბატონი შეგიძლია წაბრძანდე ეხლა და მიჩივლო, ახლავე წაბრძანდე თუ ჩივილი აღარაო საჭირო პირდაპირო იქნებაო შინაგან საქმეთა სამინისტროშიო ესო სამსახურიო რომელიცო ჩემი საჩივრის გარეშეო დაიჭერს აი ამ ხალხს. აი ესეთი ბედნიერები არიან ქოც გამპრავებლები და ქოც ბოზები, იმიტომ რომ თურმე მათ დისკომფორტი ექნებოდათ რომ სოციალურ ქსელში მათ ამხელდათ ვიღაცა და მათ ცოდვებს წვირწინ უფრიალებდა. არაფერი შეხება არ აქვს ამას რეალურად მე მინდა გითხრათ რომ ამას არაფერი შეხება არ აქვს იმ პუნქტთან, რასაც ქვია სიძულვილის ენა, ცილის წამება და მსგავსი რაღაცა. ამათ თუ უნდოდათ რეალურად სოციალურ ქსელში რაც ხდება და რაც გულის ამრევი არის ნამდვილად ქართულ სოციალურ ქსელში რაც ხდება, საჭირო იყოს და საკმარისი იყო მხოლოდ და მხოლოდ მათ მიეღოთ გამკაცრებული ცილის წამების კანონი, რომელიც ცილის წამების კანონით სოციალური ქსელით დაწყებული, გაგრძელებული ტელევიზიებით, მათი მედია სააგენტოებით და ასე შემდეგ ყველას შეეხებოდა და როდესაც ადამიანს დაწამებდნენ ცილს, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. და ადამიანი, რომელიც დაიჩაგრებოდა სოციალურ ქსელში იქნებოდა თუ ტელევიზიაში თუ ასე შემდეგ, ყველას ექნებოდა სამართლებრივი ბერკეტი, მოეთხოვათ პასუხი მათი შეურაცხყოფის გამო და მათი ცილის წამების გამო. მაგრამ ქოცებმა ეს არ გააკეთეს რატომ? მარტივი მიზეზის გამო. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ცილის მწამებლები, ტალახის მსროლელები და ჩათლახები, ესენი რო არიან, ისე უნდათ. ამისთვის აქვს შექმნილი სპეციალური ტროლბოტ ქარხნები, ამისთვის აყავთ შექმნილი თავისი გამპრავებლების მთელი კამანდა, რომლებიც სოციალურ ქსელში აწარმოებენ ამათა სიბინძურეს. და აყენებენ ადამიანს შეურაცხყოფას, წამებენ ცილს და რაში ჭირდებათ ისეთი კანონი, რომელიც მათაც შეეხება და სხვასაც შეეხება. ამათ ჭირდებათ შემდეგი კანონი, რომელიც მათ დაიცავთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავთ, ლანძღვიდან, გინებიდან, შეურაცხყოფიდან, სიმართლის თქმიდან, რომელსაც ისევ ეს ქოცური სტრუქტურა ჩათვლის, რომ ეს არის თურმე შეურაცხყოფა და მე ამ ადამიანის მიმართ ან სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, ან ჯარიმას გამოუტანენ, ან რაღაცას და გააჩუმებენ რა. და ამას დაარქმევენ კანონს. რა ვქნა ახლა მე საზოგადოება, რა დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, თუ კი ეს ბოზიშვილი დინარაძე არის ადამიანი, რომელი ადამიანიც ისე გახდა გენერალ-მაიორი, არანაირი სამხედრო და არანაირი უშიშროების და პოლიციის სკოლა არ აქვს. გავლილი და იარაღის დაშლა აწყობა არ იცის. ეს რო ვთქვა, ეს უკვე სიძულვილის ენაა და ესეთი არაპროფესიონალის ხელში რო არის საქართველოს უსაფრთხოების სისტემა. ანუ ეს სიძულვილის ენაა და რომ თქვა, რომ ჯერ შენაირი გენერალ-მაიორების დედა შევეცი და მე ვინ შენ მოგანიჭა გენერალ-მაიორობა იმის დედა შევეცი. ანუ მე უკვე დამნაშავე ვარ ხალხო. ეს უკვე დანაშაული არის, ეს უკვე სიძულვილის ენის გავრცელება არის და ეს უკვე უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ მამუკამ დინარაძე გენერალ-მაიორია და ხალხს ზრუნავს. რა თქმა უნდა, მისი გამპრავებელი ბოზიშვილებიც თავისთავად განწარებული ისედაც ახლა მათ ბოზური მენტალიტეტი აქვს, უჩივიან, დიდიან პატარიანას ყველაფერზე მორჩა და დამთავრდა. რატო ხდება ეს ყველაფერი? ხდება ერთადერთი მიზნის გამო. ამათ გააჩნიათ ისტერიკა, რომელი ისტერიკაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ მიუხედავად იმისა, რასაც ისინი აკეთებენ და შუა გაკრიფეს ქვეყანაში, როგორ ნორმალური წესიარად მოაზროვნე ადამიანების სახით, დატოვეს მხოლოდ ნაცკოცი, რომ წამოაძახონ ხალხს ჩვენ თუ არა ისინი მოვლენ, ამიტომ დანარჩენი არ უნდა დარჩეს იმ ქვეყანაში, ეს წარმოადგენს ქვეყნის 15%-ს, ხო და დანარჩენი 85% უნდა იყოს ვირივით მუშა, უნდა გაიქცეს. კურნალობა დაგჭირდება, წადი ბიზია ევროპაში ჩაბარდი გიმკურნალებენ. სამუშაო დაგჭირდება, წადი ევროპაში უვიზუა გახსნელი იმუშავე, გამოაგზავნე ფული, შეინახე შენი ოჯახი. რამე დაგჭირდება საერთოდ შენს მიმართებაში სახელმწიფო არაფერში არაა პასუხისმგებელი. სახელმწიფოს დისკომფორტს ნუ შეუქმნი. ძალიან კარგად იციან, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც
ხდება ქვეყანაში თუ ნაცმოძრაობა და მათი ანასხლეტები არ ეყოლათ ოპონენტებად, ხოცი იმ დღეს დასრულდება, როგორც ნაცი დასრულდება და ამიტომ ამას უნდა კონდეს საფუძველი, რომ ეს ნირვანა, კოჰაბიტაციის ნირვანა იქნა შენარჩუნებული და პატიოსანმა ადამიანებმა, რომელმა პატიოსანმა ადამიანებმაც შეიძლება გამოხატონ რაღაცა პროტესტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ხო? აი ეს ხალხი უნდა იქნას გაკრეფილი. არა შემოძმა მე იანეჩი არ ყოფილა 2008 წელს ეს იყო ლეკვეიშვილი ძალიან კარგი პიროვნება არის, ქუთაისელი კაცი არის, თუ არ ვწდები, ის იყო რომელმაც სამხედრო ტექნიკა გადამალა და ამის გამო მოღალატის რუსებს არ ჩააბარა და მოღალატის სტატუსით დაიჭირეს. ძალიან კარგად ვიცი ეს ამბავი ჩემი ძმა მსახურობდა მაშინ სენაკის ბაზაზე, კოპიტნარში და დასავლეთ საქართველოს მიმართულებაზე რაც იყო, ვიცი ძალიან კარგი პიროვნება არის, მის მიმართებაში მოხდა ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება აი ამ კანონს, აქედან გამომდინარე ძალიან მალე ყველას მიუკაკუნებს ყველა არასასურველ პიროვნებას მიუკაკუნებს პოლიცია, სასამართლო, ატყდება ერთი წივილი, კივილი, ჩივილი, ბოზობა, ჩათლახობა, ერთმანეთის ჩაშვება, რაც საერთოდ ახასიათებს, რეჟიმს ახასიათებს, მათ შორის თავისიანების, როცა დაჭირდება თავისიანებსაც გაწირავენ და ეს უნდა გადაწყვიტოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. და ეს არ უნდა გადაწყვიტოს არანაირად ემან, რა ქვია, სასამართლო. მეერეო სასამართლოსო გადაუგზავნიდო. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, საფრანგეთში ადამიანს ცილი რო დაწამო და ადამიანს დააბრალო ის, რასაც ის სინამდვილეში არ წარმოადგენს, 7 წლიან პატიმრობას მოგარჭობენ. და რატო არ უნდათ ამ კანონის მიღება? იმიტომ რომ თვითონ თავისი ბოზიშვილი გამправებლები მოვლიან, მოგაწებებენ იარლიქს, თვითონ დარჩებიან დაუსჯელი. ესენი იქნებიან ჩვეულებრივად ასე. მე მინდა მამუკა მდინარაძეს უთხრა. ერთი ძაღლის გაგდებულო და ბოზიშვილო შენ პირადად რაც შეგეხება, შენ თვითონ თავი რო გგონია ახლა ენკავედეს ჩინოვნიკები რო იყვნენ თავის დროზე და ეს იყო ერთ-ერთი ეჟოვის წინამორბედი იყო, წითელ შაბანს ეძახდნენ. იაგოვედი იყო გვარად. ეს ყავდათ თავის დროზე ბოლშევიკებს, სვერდლოვს ყავდა დანიშნული ებრაელი იყო, ესეც ებრაელი იყო, ისიც ებრაელი იყო, ასევე სიონისტი ურიები იყვენ, ისიც რა ქვია და ყველაფერი უბედურებას რეპრესიებისას აკეთებდნენ ამას. მე ამის თავი სოსომ გაახმო. მე ამის თავი. მაგრამ მანამდე მთელი ბინძური საქმე გააკეთებინა. ეხლა რატო ვეუბნები მე ამ ძაღლის გაგდებულს? სიძულვილის ენაში და მიდი ახლა მიჩივლე, ახლა ბოზები კი ხართ, ბოზების მოდგმა კი ხართ და მიდით ახლა. და არა მარტო პირთაო, არამედ პირთა ჯგუფის მიმართო, აი ქოცების მიმართო, ხო? კი, თქვენი რეჟიმი არის ბოზური რეჟიმი. მონების ბოზური რეჟიმი. კი ბატონო, ვამტკიცებ, ვამბობდი და ვიტყვი მომავალშიც. რომ თქვენ არ გიყვართ ქვეყანა. არ გიყვართ ქვეყანა, თქვენ სამშობლოს ყიდით არაბზე, თქვენ აცხადებთ კოჰაბიტაციას, თქვენ ყოველთვის ქართველი ერის ოპოზიციაში დგეხართ და საერთოდ არაფერი არ გაკავშირებთ ქართველობასთან. აი გვარების ნახევარწინვაც გადაკეთებული გაქვთ. ასეთი ჩათლახები ხართ, ხო, აი პირთა წლის მიმართებაში, ახლა თქვენი პარტიის მიმართ შეურაცხყოფა ალბათ ესევე სიძულვილის ენაში შეიძლება ჩაითვალოს და დისკრიმინაციაში და წავით ახლა ანტიდისკრიმინაციული კანონი პატრიარქის საწინააღმდეგოდ თქვენ მიიღეთ და კი ჩვევიათ ახლა იქ ბოზურის და მიდით ახლა მიჩივლეთ, მაგლია თქვენი საჩივრები და მაგლია თქვენი დაჯერები. და მაგლია თქვენი ისა, რა ქვია, დევნა და შეიტანეთ ახლა კიდე ერთი სარჩელი. მიდით, თქვენ ბოზების მოდგმა ხართ, სხვანაირად არ შეგიძლიათ. და რატომ ამბობ ახლა ამას? ამას გააკეთებიეს ყველა ბინძური საქმე და მე ამის თავი გაახმეს. აი ესე გაგაკეთებიებენ ყველა ბინძურ საქმეს, იმიტომ რომ ბინძური ადამიანი ხარ. და მე ნახმარი პრეზერვატივივით მოგისვრიან. აი დაინახავ ამას. დაიმახსოვრეთ თქვენ ჩემი სიტყვა, როგორ დაასრულოს თავისი პოლიტიკური კარიერა დინარაძე. მამუკა დინარაძე, შენ იქნები აი ამის, ეს დახვრით ეს ახლა შენ შეიძლება არ დაგხვრიტონ, მაგრამ ეგერ ლილუაშვილივით და იმასავით ამოგაყოფიებენ ციხეში თავს და წაგართმევენ იმას, რასაც დააგროვებ. ეს რო იცოდე ის ცნობისთვის. სანამ ბერიობას მოინდომებდე, ცოტა მანამდე გაიაზრე. და რა შეეხება კიდე ესეთ რაღაცას. საერთოდ ძალიან პოპულარული არის დინარაძის
პერსონა აქეთ-იქეთ და ამიტომ ვინც მდინარაძეზე ამბობს ესეთ რაღაცას, თურმე ყველა არის ცუდი ადამიანი. მე მინდა ახლა ბოზიშვილს ერთი რაღაცა ვკითხო. გამოვიდა და საკითხი, რომელიც პროფესიონალ და სიღრმისეულ დისკუსიასო თვალისწინებსო ლაპარაკობს დოუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან მიმართებაში. ვინ ჩემი სირი ხარ, მამუკა მდინარაძე, რა განათლება გაქვს შენ დედა შევეცეს, აი მისო. რომ შენ დაავადებასთან დაკავშირებით ისაუბრო და შენ დაავადებასთან დაკავშირებით ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე განცხადება გააკეთო. ვინა ხარ შედედამოდგმო? ხარ ერთი ჩვეულებრივი ჩამბოზებელი, რომელსაც მოგარჭვეს ის თანამდებობა, რომელიც თანამდებობაც არის ბოზური პროპაგანდა ჯარში, უშიშროებაში, პოლიციაში, პარტიაში და საზოგადოებაში და შეირგე ეგ შენი ის და ეგდე იქ. რა გინდა ამ ბავშვებთან? რა გინდა ამ ბავშვებთან? რატო ეხები ამ ხალხის ცხოვრებას? რა რომელ სიღრმისეულ ანალიზს აკეთებთ თქვენი დედამოდგმა? რა გაგიკეთებიათ თქვენ? რა გაგიკეთებიათ? ელემენტარული კითხვა მინდა დაუსვა, რომელ საქმეს მოკიდა ქოცობამ ხელი? რომელ საქმეს მოკიდა ქოცობამ ხელი და გამცეს ვინმე პასუხი. ნებისმიერმა ქოცმა მოვიდეს და გამცეს პასუხი. რომელ საქმეს მოკიდეთ ხელი და რომელი საქმე მიიყვანეთ ბოლომდე? ომის გამოძიება. რა შედეგი დაიდო? რეჟიმის გასამართლება ნაცმოძრაობის აკრძალვით. აი ეს ბოზიშვილი რო გამოდიოდა და იძახდა რომ ნაცმოძრაობას ავკრძალა. რა შედეგი დაიდო? გეკითხებით ელემენტარულად დავით გარეჯთან დაკავშირებით. რომ თურმე დამნაშავეები უნდა დაგეჭირათ, ვინც ქართული მიწა გადაცეს. რა შედეგი დაიდო? არაფერი. არაფერი, ხო? დავით გარეჯი ისე ვიქეთა, ყველაფერი ისე გაჩუმებულია, ყველაფერი ისე ჩაჩუმებულია, ნაცები ისე ნაცებად არიან, ომის დამნაშავეები ისე გარეთ არიან, პასუხი არავის არაფერზე არ უგია. ასე არის, ხო? ფასების კომისიას რო უშიშროება არეგულირებდა. ჯერ სად უშიშროება და სად ეკონომიკური საკითხები. ერთი იმ საქმესთან დაკავშირებით რა გამოიძია შენი ხელმძღვანელობით შებოზიშვილო სუსმა? რა გამოიძია სუსმა? რა საქმე გავაკეთა სუსმა? რომელი კარტერული შეთანხმება გახსნა, რომელი მონოპოლია გამოავლინა, რა იყო თქვენი შედეგი? თქვენი შედეგი იყო რა? თქვენი სუსის შედეგი აღმოჩნდა ის, რომ თურმე თქვენ საქმეზე რომ იდგება, აღმოაჩინეთ ის რომ თურმე ერთი დახლი უნდა შეიქმნას, რომელ დახლზეც მუდმივი აქციის ფარგლებში იქნება რაღაც პროდუქტები, რომელიც 20-30 კაპიკით იქნება მეტი იაფი და საზოგადოება უნდა მივიდეს და გაჭირვებული ვინცა იქიდან უნდა იყიდოს. ეს არის აპარტეიდი, ეს არის სოციუმის დაყოფა მდიდარ და ღარიბ ადამიანებთან. იქ რომ მიდის ადამიანი, იმას შეიძლება მისი სოციალური სტატუსის წვენია. მე უამრავი ადამიანი ვიცი შემწეობას არ იღებს, იმიტომ რომ წვენია, რო თქვას, რომ ის სოციალურად დაუცველი და გაჭირვებულია. ეს აღმოჩნდა მამუკა მდინარაძის სუსის ნამუშევარი? ეს ეკონომიკური დანაშაული გამოავლინა შებოზიშვილო? და ეს ახლა მე ამის თქმის უფლება ამ ახალი კანონით რომლითაც აპირებენ მიღება არ მაქვს. არა მე არ ყოფილი ვარ შემოძღვანო, არა შემოგები. გოდერძი ლეკვეიშვილი იყო, შემოგზავნით Facebook-ში და შეგიძლიათ ნახოთ, ჩემს მეგობრებში არის, მოშკაცი ბიჭი არის, იმან გადაარჩინა ყველაფერი და დაიჭირეს, მაგრამ სამართალი არც იმ კაცის მიმართ არ დამდგარა, ამ მთავრობის ხელში რო იცოდეთ ის. ომის დანაშაულებისთვის ვერ მოიცალეს ჯერ ვერ მოიცალეს ეს სოციალური ქსელები და ესა გასაიაფებელი აქვს ეს. ხო და როგორი წარმატებითაც ართმევთ საქმეს ქართველი ერის მიმართებაში და სახელმწიფო საქმეს, იმ წარმატებით გაგინებს ხალხი დედის ტრაკს. შენ ძალიან გინდა რომ დედის ტრაკი არ გაგინო. შენ ძალიან გინდა რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენო. თქვენ ყველაფერთან ერთად ეს ერი უნდა ძარცვოთ, ამ ერის ხარჯზე უნდა იცხოვროთ. და რაშია საქმე, იცი კიდე შებოზიშვილო, შენ რა გინდა? ეს ერი უნდა იყოს ჩმორი და ფეხებს უნდა გილოკავდეს და ტრაქში უნდა გიძრებოდეს. ღირსეული და თავმოყვარი ადამიანი არავის უკანალში არ შეუძრება და მით უმეტეს თქვენ ბოზიშვილებო, ქოცებს. ვინც ყავთ გაცრავად ტექნიკური ხარვეზი იყო. იძრომიალეთ და უძვერით ერთი მეორეს. ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის. და აძახებიეთ ერთმანეთს ეს ბატონყმური კანონები დაამკვიდრეთ. და ის რასაც თქვენ აკეთებთ შიერი მოსახლეობის მიმართებაში, იმას რასაც თქვენ აკეთებთ გაჭირვებული ბავშვების, უწამლო ბავშვების მიმართებაში, იმას რასაც თქვენ აკეთებთ
ქართული მიწასთან მიმართებაში. იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, გინდათ აი ამ საჭმლის ამბავი აიღეთ, ხო, ელემენტარული, საარსებო. როგორ არ უნდა შეგაგინოთ კაცმა დედის ტრაკი, როდესაც გამოდიხართ, ბიჭო, თქვენი თანაგუნდელი, ტუჩებ გადადღლეზილი, გაქსუებული ნინოია წილოსანი გამოდის და ქართველ ერს ეუბნება იმას, რომ თურმე მიყიდეთ გაჭირვებულ ქართველებს ვადაგასული პროდუქცია შედარებით იაფ ფასში და ეს იქნება შეღავადი. და ამას უყურებს ქართველი ადამიანი და ამას გინდა გაგებით მოეკიდოს. არ მოეკიდება გაგებით. შენ დედასაც შევეცი და იმ შენ წილოსანის დედასაც შევეცი და ვის ამას ტაშს დაუკრავთ იმის დედა შევეცი კიდე. არ შეხვდება ამას ნორმალური ქართველი ასე. არც უნდა ვინ შეხვდება მის დედა შევეცი კიდე თქვენაირია ისიც. და თქვენ გინებაც არ გინდათ მიიღოთ. ბავშვებს წამალს არ აძლევთ, ფული გენონებათ, მიზეზი გაქვთ ამოჩემებული, რომ თურმე ჯერ სოფლიოში წამალი არა, ისე თქვენი დედა მოვთქვათ მე. სხვაზე რაზეცაა წამალი, რაში მკურნალობთ, გადაყრილია მთელი ბავშვობა. გადაყრილია მთელი ბავშვობა, დაავადებული ბავშვები, ყველა უცხოეთშია ჩაბარებული. აგერ ახლა კიდე გინდა უფროსი თაობის ადამიანი ძმაკაცის სიმამრე ჩამოვიდა იმისთვის რომ იმკურნალოს საფრანგეთში, იმიტომ რომ კლავენ საქართველოში. კლავენ და ჩაბარდეს და გადაირჩინოს თავი. და უამრავი გადაარჩინა იმ ჩემმა გადაღებულმა ფილმმა. თუ როგორ ხდებოდა უცხოეთში ჩამოსვლა და ჩაბარება, თქვენ რო იძახოდით, როგორ არ უნდა შეაგინოს, გინდათ იმ ლომინაძეს, ექიმი რო ქვია, რომ გამოდის და ამბობს, რომ თურმე საფრანგეთში მაგათ არც ერთი ბავშვი და არც ერთი ავადმყოფი არ აყავთ გამოგზავნილი და როცა 10,000-ობით ქართველია, 10,000-ივე შესცა თქვენ დედას, პოლიტიკურ დედას და თქვენ პარტიას. ამას აკეთებთ ერთი, მერე დაგხვსინით და კიდე ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად და თურმე ეს არის სიძულვილის ენა. არა ძმაო, ამათ დედის ყურა და მამის შიმშილი, ნაცებთან და ქოცებთან ეს ფორმალურია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ასე ყოფილა, ეს ძალიან ბევრს არ უნდა ამის გაგება, არ უნდა ამის დაჯერება. ბატონი ბიძინე როგორ იზამდა თურმე იმას, რომ რა ქვია, ნაცები დაეფინანსებია. დიახ, ასე იყო ბატონი ბიძინე, შევარდნაძის ტრაკიდან გამომძვრალი, მოყოლებული საქართველოში ინარჩუნებდა რეჟიმს, ჯერ შევარდნაძეს აფინანსებდა, მერე სააკოვსაც გააკეთებია მისი საქმე და მისი პირდაპირ დამფინანსებელი იყო და პირადად უხდიდა პრეზიდენტს, მინისტრებს, რეჟიმს უხდიდა ხელფას იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დაარსებულიყო და როდესაც გასორა საქართველოს მიწასთან, ეხლა მოვიდა, მოჯდა და ეხლა თქვენ ყავხართ შნირებათა თვითონ არაფერ შუაში არაა გასულია და ჩუმად ზის ჩრდილში და ანადგურებს ქვეყანას. რა უფლება გვაქვს ჩვენ თურმე ამათზე ცუდი ვთქვათ ხალხო. ამის უფლება ჩვენ ვინ მოგცა? ჩვენ უნდა ვიყოთ მონები, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩმორები. ჩვენ როგორ შეიძლება დედის ტრაკი შევაგინოთ ემას, რა ქვია, გამწარებულ ადამიანს. ემაზე რა ქვია, გინდა წილოსანი იქნება თუ დინარაძე იქნება თუ ჩიჩილაკა იქნება თუ როგორ ვინ მოგცა ჩვენ ამის უფლება? როდის მერე ქონდა მონას და როდის მერე ქონდა ბატონს იმის უფლება, რომ იმას მონას და ყმას მისი ბატონი ეგინებია. რა უფლება იყო ეს? და ისია დღესაც ვინც ქოცია, ყველა წარმოადგენს ცისფერსისხლიან კლასს. დანარჩენი ადამიანი ყველა არის მონა და ესაა მათი დამოკიდებულება. ბევრ რაღაცას აკეთებთ. ქართველი ერის წინააღმდეგ და გონიათ, რომ შეგრჩებათ ეს ყველაფერი. არა, არ შეგრჩებათ. ღმერთი ზემოდან იყურება. ადრე თუ გვიან დედა მოგეტყნებათ. წადით ახლა და მიჩივლეთ. აღმიძარით საქმეები კრიტიკის გამო, ლანძღვის გამო გადაეცით თქვენ დეპარტამენტს, დედის ტრაკი გვაგინაო და ერთი რომ მოусვენენ იმ დეპარტამენტის ხალხი შეიძლება თქვენ ღმერთმა გაგიმარჯოს, მართალი ხარ შენი დედაც მოვტყანო. მოგაყოლონ კიდე აქეთკენ, მაგრამ ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ თუ ვინმე ძალოვანში მუშაობს, ყველა იძულებული არის ამ რეჟიმს ემსახუროს, თუ არა. თუ ამ რეჟიმს არ ემსახურება, სახში საჭმელს ვერ მიუტანს ბავშვს. არა, იფიქრეთ ხალხო ამას. იფიქრეთ ამაზე. თუ რა უბედურებისკენ მიყავს ქვეყანა. რომ ამათი სურვილი არის ის დიდი გეგმა, რაც არის დიდი სიონისტური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 15%
10-15% საქართველოს აბორიგენი მოსახლეობის დამატებას, დარჩენას, დანარჩენი უნდა გაწყდეს. ან უნდა წავიდეს ქვეყნიდან. ეს არის ამათი გეგმა. ეს არის სიონისტების გეგმა, რომელიც არის ივანაშვილი თვითონ, თავიანთი ეს დამნაშავეების ჯგუფი, ეს ეკონომიკური მკვლელები და ახორციელებენ ამას. და თან გვეუბნებიან, რომ მოსახლეობა იზრდება და 3.900.000 გახდა. თუ ამას ვერ გაიგებს ქართველი ერი და თუ ამას ქართველი ერი ევთანაზიური სიკვდილით მიიღებს, ის მოკვდება. და დარჩება მხოლოდ 10-15% კმაყოფილი ამ ქვეყანაში. დანარჩენი სხვარჯული იქნება. ნატურალიზირებული მოქალაქეობით, ბინადრობის უფლებით და ასე შემდეგ. ეს ბევრჯერ მომხდარა, ბევრ ქვეყანაში მომხდარა. ძალიან ბევრ ქვეყანაში მოხდა ის, როდესაც დემოგრაფიული ბალანსი კატასტროფულად შეიცვალა. ეს თავის დროზე ეს გენოციდი მოუწყვეს ბრიტანელებმა, მოუწყვეს ირლანდიელებს. რუსეთის იმპერიამ თავის დროზე ეს გენოციდი მოუწყვეს ჩრდილოკავკასიელებს და დღეს თურქეთში ბევრად მეტი ჩერქეზი, ადიღი და სხვა ეროვნების ადამიანი არის, ვიდრე თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. ასეთი რამ მოხდა იმის რა ქვია იორდანელების მიმართებაში, ასეთი რამ გაუკეთა ისრაელმა ლიბანის მოსახლეობას, რომლის მოსახლეობაც პალესტინელი დევნილებით იქნა და ჰეზბოლათი იქნა მერე ჩანაცვლებული და დღეს ხმას ვერ იღებენ და ეს ხდება საქართველოში. თქვენ გონიათ საქართველოში რაღაცა ნოუ-ჰაუ ხდება. და გეუბნებით, სანამ ქართველი ერი ბიძინა ივანაშვილს, სანამ მის ნაბოზარს აკოცებს, არ მიაყენებს ტრიბუნალზე, არ აგებიებს პასუხს და დედას არ მოუთხრავს. აი, თავიანთ მე ნაცებს ამათგან არ ყოფ, იმიტომ რომ ის იყო მაგათი დამფინანსებელი. მანამდე საქართველოს მომავალი არ უწერია, გაიგეთ ეს შეიგნეთ თავში. გამორიცხულია. 1% არაა შანსი. აგერ ახლა რანაირი საქართველოს შექმნეს? როგორი ქვეყანა შექმნეს? აგერ ახლა გუშინ გამოსულა შიო, პატრიარქი. და ისა თქვა, რომ უცხოტომელებიო მრავლდებაო, ასე შემდეგ, ისე შემდეგო და ქართველები მცირდებაო. ხო არა, რა უნდა გააკეთოთ მე სამაგისოთ ეკლესიამ ეს არ იცით, ხო? აი, ამაზე გუშინ ვილაპარაკე და დღეს აღარ ვიტყვი არაფერს, მაგრამ სამირა ბაირამოვა გამომხტარა და დაუწყია პირდაპირ სამირა ბაირამოვას ლანძღვა გინებას ჩამოყალიბებულ, რაფინირებულ აგენტს, აზერბაიჯანელების და სოროსის აგენტს საქართველოში, ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე მოუთხოვია პატრიარქის დასჯა. რომ რას ქვია ეს თურმე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეურაცხყოფას აყენებს. აქ უკვე ერმილე ნემსაძეს რო იჭერდნენ იმის გამო რომ დავით გარეჯს იცავდი, ამით თურმე ეთნიკურ შულს აღვივებდი, უკვე ამაზე აღარაა საქმე. მაშინ ხო კარგად იყავით გაჩუმებული საპატრიარქოში, სულ ყველა კი არა. შენი ხელქვეითი ჯაღმაიძე სოკარის ინტერესებს ლობირებდა და ხმას არ იღებდით დავით გარეჯთან დაკავშირებით. ეხლა თქვენ მოგადგენთ, პატრიარქს მოადგენენ. ხო, კიდე ბევრს მოგადგებიან. კიდე ბევრს, აი ესეთი ქვეყანა შექმნით და ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა. მადლობელი იყავით. და ღმერთმა დალოცოს მისი, ეხლა ადრე ის იყო რა ქვია, წითელი შამანებია, წითელა ცისფერი შამანები. ცისფერი შამანები და გაგრძელდება ცხოვრება, აბა თქვენ იცით. წარმატებები მისურვებია. ასე თუ გაფარჩაკდებოდა ქვეყანა და ასე თუ გაფარჩაკდებოდა საზოგადოება და ხალხს ახლა ეს სიამოვნებს, მაგრამ ხმის ამოღება არ უნდა. აგერ გარეთ არ გადიან, ელემენტარულად გუშინ იყვნენ ოჯახის სიწმინდეები დაიცვა ხალხმა და ბავშვებსო წამალი რო ჭირდებაო, ჰავქნათ, მე ჩვენი რა პრობლემა არისო იმ ბავშვებისო 700-800 კაცის ლივს მოიკრიბა იმ დღეს იმათ გუშინ იმ ხალხის მხარდასაჭერად. ბავშვებს, რომლებსაც წამალი ჭირდება. აი, ნაღვლება, თვითონ მის ოჯახში არ ჭირდება წამალი და თვითონ მის შვილს არ ჭირდება წამალი და რაში აინტერესებს სხვისი შვილი და სხვისი ოჯახის ერთიანობა და სიწმინდე და ეგეთი რაღაცა. რაში მივიდა ახლა და ახსარება თქვა სანთელი დაანთო აზიარა მისმა მამაო და დალოცა და წამოვიდა სხვისი ოჯახი რა ფეხებზე არ გედია. აი ეს არის ქართველი ერის და საერთოდ ქართული ეთნოსის მე ვიტყვი ყველა ერს აქვს პლუსი და მინუსი. მაგრამ მე რაც დავაკვირდი, ჩვენ ერს ქონია ერთი ძალიან დიდი მინუსი. აი ძალიან დიდი მინუსი, რაზეც თავის დროზე ლილია ჭავჭავაძეც ამბობდა, ბედნიერ ერშიც არის ნახსენები და რაშია საქმე იცით? თუ თვითონ გაძღა, თუ თვითონ თავი გადაირჩინა, მაშინ სხვა აღარ აინტერესებს. შევხედავ შორიდან, რამდენი ხანი იქნებით ბედნიერად და
დაიჩოქებს თუ არა თქვენს ეზოსთან კუზიანი აკლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ყველასთან დაიჩოქებს. ყველასთან დაიჩოქებს. ახლა კი შეუდექით, მიდით. ნინოია ჟღარკავების და ამათ თამადობით პასტა და ფურცელი ჭირდებოდათ გაბოზებისთვის. ახლა პასტა ფურცელიც არ დაჭირდება. თურმე და გააგზელეთ ცხოვრება. აბა თქვენ იცით, ხმარავდეთ ბიზნეს მადლი